პირდაპირ სასწაულია, კაცო, დღეს გივია მიქანაძე გამოვიდა პარლამენტის ხტომაზე, განათლების მინისტრად რო დევს და განაცხადა, რომ მაბრალებენ ტყუილი არისო, თვითონ მე ადეიშვილის მოადგილე არ ვიყავიო და ნაცი არასდროს ვერ ყოფილიო, რომ პარტიის წევრიო და ასე შემდეგ. თუ რა ვიცი, ახლა ვიკიპედიაშიც კი ჩავხედე, მიუხედავად იმისა, რომ კარგად მახსოვს, გივია რომ ნაცი იყო, ადეიშვილის მოადგილე. ვიკიპედიაში კიდევ გარკვევით წერია, რომ გივია მიქანაძე 2005-დან 2008 წლის ჩათვლით მუშაობდა იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის მოადგილედ. წერია ოფიციალურად მის ბიოგრაფიაში. ეხლა თავსიდებილებ გივია თუ როგორ არის? თან ეს არ დაგავიწყდეთ 2005-დან 2008 წელს რეები ხდებოდა ციხეებში, მაგალითად, ეგრეთ წოდებული ორთაჭალის ციხის ბუნტი. და თან გივი კურირებდა პენიტენციარულ სისტემას. ანუ ორთაჭალის ციხის ბუნტი რომ მოხდა 2007 წელს, თუ არ ვცდები ეს თებერვალში იყო წლის დასაწყისში. ჩაცხრილეს მაშინ პატიმრები საკანებში. ანუ ეგრეთ წოდებული ბუნტი მოაწყეს, როგორ მოაწყეს ვეღაც კრიმინალურ ავტორიტეტს თავის გადაპარსვა მოუნდომა. მან ბაჩუახალაია იყო მაშინ მინისტრისა ციხის უფროსი. ამას მოყვა მთელი ის დაპირისპირება. დიდი ალბათობით და მე ხმები გამოვიდა, რომ სპეციალურად გააკეთეს, რომ მიეჩექმა დიქაურობა, ანუ პროვოცირება გაუკეთეს არეულობას და შემდეგ მთელი სპეცრაზმები და ისინი იყო მიყვანილი და კარმუშკებიდან გადაყოფილი ავტომატებით დაჩხრილეს საკანებში პატიმრები. სადაც, რა ვიცი, დაუდგენელი ბოლომდე მონაცემებით, რა ვიცი, 9 თუ 8 პატიმარი თუ მეტიც დაიღუპა იქ იმ დროს. გივია მიქანაძის მოადგილეობისას იუსტიციის სამინისტროში. აი ეს კაცი დღეს ამბობს, მე არასდროს არ ყოფილი ვარ ადეიშვილის მოადგილეო და ნაცმოძრაობასთან რავითარი კავშირი არ მქონიაო. ანუ გივია მიქანაძე გვიმტკიცებს, რომ დებილები ვართ. და მთელი ნაციონალური მოძრაობა ხო კარგად იცნობს, ვინ არის გივია მიქანაძე. ჯერ გორი გარეწარი უნდა იყო, რომ უარი თქვა საკუთარ თანამდებობაზე, როცა ამდენი წელი იმუშავე კაცო იმ იუსტიციის მინისტრის მოადგილედ. და ეხლა აჯერებს ხალხს, რომ მე არ ვიყავიო კაცო. აი ესეთი ნაგვით არის გამოტენილი ქოძბანდა. აი ნაცმოვლილი ნანაცარი არარაობებით. ჩამოთვლისგან კიდე თავს არ შეგანწყეთ, მურუსიძეებიდან დაწყებული, რა ვიცი, ყველა პოლიციაში, პროკურატურაში, სასამართლოში, მთავრობაში, პარლამენტში ვიწყა ჯაფარიძე, კაცო და ეს გოჩაინუქიძე ორ-ორჯერ იყვნენ სააკაშვილის პარტიის მაჟორიტარები. ერთი რაჭაში, მეორე სვანეთში. და რა ვიცი, სააკაშვილის ლოკვაში გაატარეს ის მაჟორიტარობა თავი, ეხლა რა ქოცები არიან უკვე. აი ეს ხალხია. აი ეს ხალხი არის, რომლებიც სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. ყველა მთავრობის პამპერსები. გავცელეთ ეს ვიდეო.